ჩემს საქმიანობაში კონკრეტულად რაც ეხება კომიქსებს ძალიან მომწონს ერთი მომენტი რომ ან ჩვენ მკითხველთან ვისთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ეფექტურად მოქმედებს ეს ლიტერატურის ჟანრი და როგორც ლიტერატურა და კულტურა შემოდის და სწრაფად იდგავს ფეხს ჩვენ ქვეყანაში. რაც ძალიან მიხარია და მომწონს და ეს შედეგები არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო, ანუ და ამავდროულად ძალიან მასტიმულირებს ეს ყველაფერი, რომ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებით გავაკეთო რა. თავისუფლად ვგრძნობ როცა ვარ ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის შეიძლება ვიყო ჩემს მეგობრების წრეში, მაგრამ როცა ისე ვარ როგორც მე მინდა რომ ვიყო და ვაკეთო ის რაც მე მინდა რომ ვაკეთო ეს არის ჩემთვის თავისუფლება და კომფორტი. სიცოცხლის სიყვარული თავისთავად მაშინ გრძნობ რომ ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. ადამიანებს მივცემდი რჩევას ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და რაც სიმშვიდის ელემენტები მოძებნონ თავიანთ თავში. თუ ერთმანეთს გაუფრთხილდებიან, დარწმუნებული ვარ, ნაკლები სტრესი იქნება ირგვლივ ჩვენს გარემოში და უფრო პოზიტიური და უფრო დადებითი აურა იტრიალებს საერთოდ ჩვენს ირგვლივ. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ჩემს და საერთოდ ჩემს გარემოს რადიკალურად შეცვლიდა. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და ჩემთვის ძალიან პრობლემატურია. ეს არის რუსული ჯარი, რომელიც ძალიან ახლოს დგას და ძალიან ღრმად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში უკვე 20 წელია ესეა. ამ რეალობაში გავიზარდეთ და ჩემთვის ეს დიდი საფრთხეც არის და ამავდროულად რაღაც გამოწვევა, რომ პირიქით მეტი ვიშრომოთ ირგვლივ ყველამ ერთად, რომ ეს საფრთხეები დავძრიოთ ჩვენი პროფესიებით რა. ინსპირაციის წყარო არის ენერგეტიკა, ეს არის დადებითი ენერგეტიკა. შეიძლება ძირითადად ყოველ შემთხვევაში დადებითი ენერგეტიკა, რაც მე მაძლევს ინსპირაციას და ძალას, რომ რაღაც შევქმნა და გავაკეთო, ვიმუშაო ყოველ შემთხვევაში. და ენერგეტიკა, კი მრავალფეროვანი ეს ენერგეტიკა დადებითი უარყოფითი რაც. მაგრამ ძირითადად წყარო ეს ენერგეტიკაა რა. მე მიჩვენე უფრო პოზიტიურ ენერგეტიკაზე ვიმუშაო. იმიტომ რომ ისედაც ძალიან დათრგუნულია თითქოს ეს საზოგადოება და ისევ ჩემი შემოქმედებით საზოგადოების თქვა ჩემი მეგობრების ან ახლობლების დათრგუნვა, ჩემი გარემოს დათრგუნვა არ მინდა რა. მინდა უფრო პოზიტიურისკენ მიმართოს ყველაფერი. ალბათ პირველ რიგში უნდა მოვერიოთ ჩვენ რაღაც ფსევდო მენტალურ სრულ ტრადიციებს, რავი, ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის ძალიან ბნელი წარსულიდან, სახეცვლილია, დამახინჯებულია, ესე რომ ვთქვათ რა, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ტრადიციას, რეალურად არავინ არ იცის რა არის ეს ტრადიცია, როგორ არის შემონახული, საიდან მოდის, როგორ მოდის. ჩემი თავი რამოდენიმე წლის შემდეგ წარმოვიდგენია, რავი, ისევ ესეთი ალბათ არ მგონია რამე შემცვლიდეს. შეიძლება უფრო დიდი წვერი მქონდეს. ამ პირიქით საერთოდ არ მქონდეს გაპარცული ვიყო. არ ვიცი, ისევ ესეთი როგორიც ვარ. მაგაზე შეიძლება ითქვას არც მიფიქრე. მე ვარ გიორგი ყანჩაველი, ხატვარი. პროფესიით ვარ ოპერატორი, ვიშაობ ტელევიზიაში, ფოტოებსაც ვიღებ. ყველაზე მეტად ჩემი საქმის კეთება მიყვარს, იმიტომ რომ ეგ მაბედნიერებს ყველაზე მეტად, ანუ გადაღების პროცესი. ჩემი პირველი ოცნება იყო, რომელიც ავისრულე უკვე, მინდოდა რომ თვითმფრინავი მეტარებინა, ანუ პილოტი ყოფილიყავი ერთი დღე და ეგ ოცნება ავისრულე. მეორე ოცნება არის ჰოლივუდში წავიდე და იქ ვიყო ფილმებზე ვიმუშაო, ანუ ოპერატორად, კინოოპერატორად და მესამე ოცნება არის მქონდეს დიდი სახლი,
სადაც ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ყოველთვის ერთად შევიკრიბებით, ვიქნებით და დაავლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც გაგვისწორდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსება, რაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. მოგლე წამოვიღე 3 ჩანგალი. ეს 2 არ მჭირდება. აინც იყოს ჩემთან ერთად, შეიძლება რამეში გამოვიყენო. გავაკეთებ აქაურობისთვის შეუსაბამო რამეს, ჩანგალთან ერთად მაქვს ყელტუჩა. ვაკეთებთ ასეთ რამეს. გვაქვს 4 კბილი. 2 კბილს ხრით წინ, 2 კბილს უკან. 1 2 და გამოვიდა ეშვები. ხა აგიხსნით რა გვინდა ეს ყველაფერი ჩვენ. გვაქვს კიდევ სურათი და თუ ამის დასადები ადგილი ან ჩამოსაკიდე ადგილი არ გვაქვს, ვაკეთებთ ასეთ რამეს. 2 კბილს უკან ხრით. ოღონდ უნდა გავაცალცალკევთ, იმიტომ რომ არ გაჩერდება. გვაქვს ასეთი რამ, მაგრამ ამას ვერ დავდებთ, იმიტომ რომ ზუსტად უნდა გავასწოროთ. სურათის ჩადების დროს რომ თითი არ დავიზიანოთ, გადავხრით და ვიზუალიც უფრო უკეთესია. შეგვიძლია ჩვენ სტანდარტული ფორმა მივცეთ, ან ისეთი, როგორიც ჩვენ გაგვიხარდება. ჩვენ მოგვივიდა ცოტა წინ, ამიტომ უკან დავხრით. გამოგვივიდა დაახლოებით ასეთი რამ. სადაც შეგვიძლია ჩავდოთ ფოტო. ნუ ნებისმიერი ამ შემთხვევაში არ ქონდა მნიშვნელობა, თქვენთვის სასურველი ფოტო შეგიძლიათ ჩადოთ. ან საინტერესო გამოვიდა. მე თვითონაც გაგიჟებული ვარ. არ მეგონა თუ ამდენი შემეძლო, მაგრამ დავწმუნდი უკვე ჩემ თავში უკვე მჯერას ჩემი თავის რომ მე ეს შემიძლია. მე ვარ გიორგი წოწენიძე, პროფესიით კინოოპერატორი.